მოგესალმებით ჩემო ძირფასება და ჩემო კარგები, ჩემო მშვენიერებო, დღეს ნახოთ ჩვენ მისი მთავარი უმოქმედების მიზეზი. ხო? აქ ჩვენ გვაქვს მოკლე გაშლა, გვახსოვს, გრძელი გაშლები სულ სხვა არხზე. ლინკი ვიდეოს ქვეშ არის, ვინც პირველად მხედავს, მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე. მოდით ნახოთ ახლა თქვენ შორის რა ხდება, უცბად, ნახოთ, დღეს ასეთი ორმხრივი ტარო მაქვს. ჩემი მოსწავლის ნაჩუქარი. ნახოთ ახლა, ანუ რა ენერგიებში ხართ, ორივენი თქვენ, რა ენერგიებში ხართ. აი ეს ნახოთ და ნახოთ ახლა შორის რა ხდება ეს ნახოთ. და მე ვნახოთ ესე იგი მთავარია რა ეს მთავარი მიზეზი, რომელიც ახლა აჩერებს მას და არ მოქმედებს ეს თქვენი ადამიანი, რატომ, ხო? ვთქვათ, რა აჩერებს მაგას? რა აჩერებს? რატო არ მოქმედებს? აი ესეთ გითხოთ ახლა ჩვენ. ნუ რა ენერგიებში ხართ? აგერ არის თქვენი ენერგია. თქვენ ახლა ნახეთ ხართ აქ არის ქორთხების ანუ მეფე, თქვენ ახლა იჯეკეთ ეთყობა კაი ხანი, თქვენც, ნუ რაღაცა შეიძლება თქვენც არ გადიოდეთ კავშირზე დაუშვათ, ჩვენ ახლა თემაც ეგეთი გვაქვს ახლა, რომ ანუ რა აჩერებს მაგას ქმედებით, ანუ ქმედებით თუ არ მოქმედებს, ესე იგი რაღაცა იყო სიტუაცია, შეიძლება თქვენც ახლა როგორ ხართ, თქვენ ახლა კაი ენერგიაში ხართ, პრინციპში თქვენ ახლა მუშაობთ, რაღაცას აკეთებთ, რაღაც სტაგნაციაში ნამდვილად არ ახართ, იყავით შეიძლება რაღაცა პერიოდი და ბევრი თქვათ უმოქმედება გქონდათ, ან ფიქრობდით, ან რაღაცას შიშები გქონდათ, რაღაცებს, ნუ იცით როგორ იყავით, აი სულ თითქოს აქ ნახათ ხე არის და ხეზე არის აი ეს დიდი ანაკონდა რა და ეს უყურებს ამას და თქვათ შეიძლება იცავდეთ თქვენ ამ ანაკონდასგან თქვენს აქ საზღვრებს რა. მაგრამ ეს პერიოდი დამთავრდა, თქვენ ახლა მოერიეთ ანაკონდას და ახლა უკვე თქვენ ხართ, როგორ იცით, ანუ ხართ მზად იმისათვის, რომ ნუ შეიძლება ჩაერთეთ, გადაერთეთ, დაიწყეთ რაღაცა ქმედება და ანუ თქვათ მუშაობთ, ან ქმედებისთვის მზად ხართ. რას ფიქრობთ თქვენ ამ სიტუაციაზე? ახლა ვნახოთ. საერთოდ რას ფიქრობთ? ნუ თქვენ როგორ ხართ, იცით? თქვენ ხართ როგორ ენერგიაში ახლა? როცა მომენტი იყო, როგორი იცით? ამ სიტუაციაზე შეიძლება თქვენ ელოდებოდეთ რამე ქმედებას, ხო? აი რაღაცა იქნება, რაღაცას იზავს, რაღაც ნაბიჯს გადმოდგავს სიტყვაზე, მაგრამ ეხლა თქვენ თვითონ როგორ ხართ? ანუ წინ უყურებთ რა, თქვენ აქ არ ზიხართ, აი იმ რო გითხრათ, რომ თქვენ ზიხარ და ელოდებით მის ქმედებას, თქვენ არ ზიხარ და არ ელოდებთ რა. იმიტომ რომ თქვენ უკვე აქ ნახეთ, აქ არის ყურუმი, კი ბატონო, ნახეთ უკვე აქ თქვენ როგორ ხართ, იცით? ძალიან უჭკვიანესი ადამიანი ხარ და ანუ თქვენ არ უყურებთ ამ ურთიერთობას, მხოლოდ აი თქვათ იმ მხრიდან, რომ აი ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, რატო არ ვუყვარვარ, ანუ უფრო აცნობიერებთ, უფრო რაღაცას ფიქრობთ, უფრო რაღაც ინფორმაციას ეძებთ, გაიგეთ, ამ ყველაფერზე თქვენთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ მე გავარჩიო, უფრო ღრმად გავიგო რა ხდება საერთოდ რა. ანუ შეიძლება იმიტომაც ახლა თქვენ იმას ფიქრობთ, თუ მე მინდა რომ თქვათ მე ანუ იღებთ სწორედ ამ ურთიერთობას რა, რომ ფიქრობთ იმაზე, რომ რას მაძლევს მე, სად მივყავარ მე, ხო? და თქვენთვის აი თითქოს რაღაცნაირად სასარგებლოდ არ შემიძლია გითხრათ, რომ იღებთ ამ სიტუაციას, რომელიც არის ახლა თქვენს შორის. თქვენ შორის რა ხდება ახლა კი ვნახავთ, მაგრამ აი ამას თითქოს როგორ ხართ აი გააზრებულად უყურებთ რა, აი ეს მინდა გითხრათ რა. კი, მაგაზე ფიქრობ ძალიან ბევრს, კი, მაგი გიზიდავთ ძალიან, კი, რა თქმა უნდა, გინდა და ელოდებით, რომ ნუ თქვათ, მაინც ახლა გვეცნობიერად ელოდებით, რა თქმა უნდა, მაგის თქვათ ნაბიჯებს, მაგრამ პრინციპში აქ უფრო ეს სიყვარული თქვენთვის ძვირფასი, ეს ადამიანი არის თქვენს გვერდით, თქვენს გონებაში, თქვენს, ანუ აქ ნახოთ როგორ ზის, ეს რა ქვია, ყურუმი და მის გვერდით არის აი აქ სფინქსი, ხო? ანუ მე ვიცი რომ აქ არის, მე ვიცი რასაც ვიღებ. ნუ ძალიან ჭკვიანურად უდგების, შემიძლია გითხრათ ამ სიტუაციას რა. კარგად
ათვიცნობიერებთ ამას. თქვენი პარტნიორი ეხლა რა ენერგიაში. ნუ ეს ეხლა გამოანადა ეთქობა მაგან, იმიტომ რომ აქ არის როგორ იცით, იყო რაღაცნაირი პერიოდი, შეიძლება ოცნებობდა დაუშვ თქვენზე კი იყო რაღაცა პერიოდი, როცა მარტო ოცნებებში იყო, თქვენზე ფიქრობდა შეიძლება როგორ არის, იცოდა რომ თქვენ მაგას ელოდებით, იცოდა შეიძლება თქვენ სურათებს ათვალიერებდათ, შეიძლება თქვათ ეხლა თქვენზე ბევრს ფიქრობდა, მაგრამ მაგას ქონდა როგორ იცით, აი დასრულდა სიყვარული, აი მე მარტო შემიძლია ეხლა მაგას უყურო თქვა და უშმა ისი სურათები ვათვალიერო, თქვათ სადღაც შეიძლება თქვენ ეხლა აქ ანათებთ ხო და ნუ მარტო შორიდან შემიძლია მაგას უყურო, მაგრამ იცოდა რომ თქვენ მაინც მოლოდინში რო იყავით, იცოდა სხვათა შორის მაგან და ეხლა როგორ ენერგიაში არის, იცით, უკვე შეიძლება თქვენ შორის მოხდა რაღაცა ისეთი გამონათება რა, ანუ უკვე თითქოს აი ეს გამორთული იყო, თითქოს ჩამქრალი იყო და ეხლა ისე აინთო მაგისგან რაღაცა, იმიტომ რომ შეიძლება უკვე რაღაცა მიმოწერაც ქონდათ, შეიძლება დავუშვით რაღაცა ნიშანი მიეცეთ თქვენ მაგას, რომ მეც მიყვარხარ და გელოდები და ამიტომ აქ უკვე თითქოს აი გამოფხიზლდა, გამოიღვიძა, ანუ განახლდა, შეიძლება ნახოთ აქ ძალიან ისეთი არკანები არის, რაც ფიქრობს რა. ანუ აქ არის როგორი სიტუაცია, როცა ნამდვილად მაგაში მოხდა თვითონ ამ სიტუაციამ ძალიან დიდი ცვლილება შემოიტანა მაგის ცხოვრებაში რა, მაგის ანუ ბევრი რამე დაინახა ამ სიტუაციაში, როცა იჯდა ეს ადამიანი, თქვათ, იქ სადღაცაი თავის გამოყვაბულში რა, როგორც იციან მამაკაცებმა, ხო? აი ეს არის რაღაცა, იქ ბევრი რაღაცა გაიგო, მაგას შეიძლება ეხლა ანუ დაინახა ბევრი რამე ამ პერიოდში რა, იმიტომ რომ შეიძლება ამ სიტუაციის გამო, რადგან ნუ ეს ასე დღეში რო იყო, ესე იგი რომ თითქოს ვერ უშვებდნენ თქვენამდე, ან შეიძლება გამოიქცა თვითონ თავის სიყვარულს და მარტო მე შორიდან უყურებდა ხო და არაძლევდა თავის თავს ეხლა რომ თქვათ გამოცხადებული იყო და რამე თქვათ, ნუ იყო, იმიტომ რომ კოშკი აქ ადამიანმა გაიარა ძალიან დიდი კარმული გაკვეთილი, ანუ უნდა ყოფილიყო ეთყობა თქვენგან შორს, თან თქვენ როგორ ხარ, ეს შორს როგორ იცით, ანუ ამ კარტით ვეთყოდე რომ თქვენ კი არსად არ გამქრალ ხართ, თქვენ იყავით რაღაცას ხედავდეთ ეს ადამიანი სადღაც, ხო? ნუ ყველას ეს სადღაც თავისი არის, თქვათ, ერთ უბანში ცხოვრობთ, ერთ ქალაქში, ან შეიძლება ინტერნეტში, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არ უშვებდნენ თქვენამდე რა, იმიტომ რომ აქ ორი მაღალი არკანი არის და აქ არ უშვებდნენ, იმიტომ რომ საჭირო იყო იმისათვის, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ამ მდგომარეობაში, იმიტომ რომ აქ იყო რაღაცა გადაფასება. აი მე უკვე დამავისა რომ მოკლე შევედი როგორც ყოველთვის ღმერთო, ჩემთვის ეს მოკლე გაშლა ძალიან რთულია. ნუ აქ შემიძლია გითხრათ, რომ სიყვარულს რაც ეხება, აქ ადამიანი როგორ არის, იცით? აქ კი ბევრი რაღაცა მაჩვენებენ, რომ აი ბევრ რაღაცები კი მაგან არიღებდა, გაიგეთ რაღაცნაირად, რომ აი მე ვარ ყველაფერი, მე უნდა ვუყვარდე, მე უნდა ვიყო ყველაზე მაგარი ვარ, ანუ თითქოს ბევრ მანიპულაციებს ეთყობა აკეთებდა ეს ადამიანი და ანუ მარტო მე ვარ რა და ყველა გარშემო ერბინეთ. და ეხლა თითქოს მაგან უკვე სხვანაირად შეხედა სიტუაციას, ბევრი რაღაცები გავიაზრდა და აი უკვე იმ სიტუაციას, ანუ აღარა ვარ მე შევიცვალე, მე სხვანაირი ვარ, ჩემში სულ სხვა რაღაცა აინთო, იმიტომ რომ აქ ნამდვილად უკვე აღარ მინდა ეს მანიპულაციები რა, უკვე მორჩა რა, ანუ სიყვარულში მივხვდა, რომ აქ მანიპულაციები და თქვათ უდესაქციელებით არაფერი არ იქნება კარგი. და თქვენ შორის ეხლა რა ხდება? აქ არის მომენტი, როცა თქვენ პრინციპში უკვე ჩაერთენ აქ მაღალი ძალები და უკვე პრინციპში ის სიტუაცია, რომელიც იყო დახურული და რომელიც ეხლა არანაირად არ იხსნებოდა, აქ უნდა გაიხსნას. აქ თითქოს ეხლა კი ცოტა ვერო გითხრათ, რომ თქვენ ეხლა უკვე ძალიან მაგარი კომუნიკაციაში ხართ, არა, ნამდვილად, მაგრამ უკვე აქ ერთობა თვითონ მაღალი არკანები ერთობიან უკვე, ნუ თვითსაგვარეულო რა, უკვე გეუბნეთ რომ კი ბატონო, ჩვენ შეგიყვანეთ უკვე ისეთ სიტუაციაში, სადაც თქვენ ახლა უნდა გაგიარათ ორივე ტრანსფორმაცია და ეხლა უკვე
თქვენ გამოყავხართ ამ სიტუაციას, გამოგიყვანებენ. იმიტომ რომ თქვენ ბევრს ფიქრობდით ერთმანეთზე, თითქოს არ გიშვებდნენ ერთმანეთთან, თითქოს ვერ მიდიოდნენ ერთმანეთთან და ეხლა უკვე იქნება შველა, აქ უკვე მოგცემენ ამ გამოსვლას რა, ამიტომ ახალი არ კანი. ნუ ნახოთ ეხლა ჩვენ ახლა რა არის, რა ყველაზე ძალიან რა აჩერებს მაგას, რატო არ მოქმედებს, ყველაზე ძალიან რა აჩერებს მაგას. რა აჩერებს და აი ზუსტად ეს მომენტი, რომ მაგან ეხლა რო კი გაიარა ეს ყველაფერი რა და კი, მაგრამ აქ არის გაიაზრა, მაგრამ ეხლა ფიქრობს რა, აი რა გზა ავირჩიო, რა ვქნა, რა გავაკეთო, სად წავიდე, იმიტომ რომ აქ ეხლა მიხვდა მაგან, რანა ბიჯი გავაკეთო, არ ვიცი, საით წავიდე, იმიტომ რომ ქალი მიხვდა რომ არის ჩემთვის უძვირფასეს, ეს ქალი არის შექმნილი ოჯახის, ეს ამ ქალთან თუ მე წავალ, უნდა წავიდე მხოლოდ იმიტომ რომ ახლა ასეთი გაჩვენეთ, მაგრამ აი ასე ჩანს სინამდვილეში გაიგეთ, ეს ქალი არის იმისათვის, რომ მე მასთან მხოლოდ სერიოზული ურთიერთობა შევქნა და მაგრამ არ ეთყობა არ იცის ჯერ როგორ, იმიტომ რომ ეს ქალი არის იმისთვის, რომ ოჯახი უნდა მყავდეს, ეს ქალი იმისთვის, რომ თქვა ჩემი შვილების დედა უნდა იყოს, რაღაც მაგრამ რანაირად რა, აი რატო ეს დავსადამაკეთ. აქ ძალიან მაგარია, ბევრი რაღაცა იფიქრა ამ ადამიანმა და მიხვდა რომ ეს მარტო გასართობად და მარტო ის რომ ჩემს გარშემო ირბინოს ქალი და მე მარტო აქ манипуляციები ჩავატარო, ვერა. აქ თქვენ შორის სიტუაცია, როცა ჯერ მოგითხარით მაღალი ძალები, გეუბნებიან რომ კიდი იჯეკით და იფიქრეთ თქვენ თუ გინდათ ეს ურთიერთობა აღდგინოთ და ეხლა ეს რო არის, ახლა მიხვდა თქვენი ფასი, მიხვდა ყველაფერი, მაგრამ დგას და ფიქრობს, ეხლა რა გავაკეთო? კი, გავიაზრო, მაგარია. კი, გავიაზრო, რომ ეს არის ის ქალი, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი, ჩემთვის ძალიან დიდი გაკვეთილი, აი თქვენ რომ არა, შეიძლება ის გაკვეთილი მაგას ვერ გაევლო, იმიტომ რომ კი შეიძლება ეხლა ქონდა ურთიერთობები და ყველაფერი ადრეც, მაგრამ აი ამ ხელა ძალა არასოდეს არ ქონდა არც ერთ ურთიერთობას მაგის ცხოვრებაში, ხო? და აი კიდე ეს მინდა გავხსნა, რომ კი მივხვდე შენ, მაგრამ აქ არის ესე იგი ფიქრობს რა, არჩევანს აკეთებს ეხლა, არჩევანის წინაშე რა გავაკეთო ხო მე? კიდე რა არის ახლა აქ? აქ ხოგება აქ სულ ფიქრები არის იმაზე, რომ მაგრამ მე ვფიქრობ რა, ეს ფიქრობს იმაზე, რომ უკვე უნდა ავერჩიოს სიყვარული. შეიძლება კიდე აქ ნახათ რა მომენტი შეიძლება იყოს, რომ აი დაუშვათ კი, მაგისთვის მნიშვნელოვანი ეს ქალი და უნდა მაგისკენ წამოსვლა, მაგრამ ოჯახი მიიღებს, ოჯახი არ მიიღებს. აქ რაღაცა სხვაობა გაქვთ თქვენ, ძალიან რაღაც მნიშვნელოვანი სხვაობა არის რა თქვენ შორის და იმის მიუხედავად, რომ გრძნობაზე ნახათ აქ არის ერთნაირები ხარ, ორივეს გაქვთ თქვენ, უყურებთ სიტუაციას, ხოთ შორის აქ როგორი თემა იქნება, იცით, ამ ადამიანში გაიხსნა რაღაცა ესეთი ეზოტერიკული, ასე რომ ვთქვათ, სხვა დონის ხედვა გაიხსნა, გაიგეთ ამ ადამიანს, იმიტომ რომ თქვენ ხართ ამ ენერგიას, თქვენ ყურმის ენერგიაში ისედაც ხართ, ყველაფერს აი რაღაც უყურებს სხვანაირად სიყვარულს, არა მხოლოდ ვთქვათ მიწიერ დონეზე, სხვანაირად უყურებ და ამასაც ეხლა ეს დაემართა, რომ მაგიც ეხლა სხვანაირად უყურებს უკვე ამ ურთიერთობას. მნიშვნელოვანი ხარ ძალიან ადამიანები ერთმანეთს სიყვარულით ვის ხართ, მაგრამ დიდი ტრანსფორმაცია უნდა თქვენი მეშვეობით ამაში აგენტოთ რა. და ეხლა ეს ნახეთ რა ხდება. კი ბატონო, აქ გიგონდა ვაფშე არ აქვს მნიშვნელობა ან საქს ან სხვაობას ან რაღაცას, მაგრამ არსებობს. შეიძლება ეხლა ეს ადამიანი კი უნდა თქვენსკენ, მაგრამ ძალიან განიცდის თქვენს გარეშე მაგას ეს საშენელება არის მაგას თქვენი სიყვარულის გარეშე, მაგრამ შეიძლება აქ კიდევაც ოჯახსაც აქვს მნიშვნელობა და ამიტომ კი ბატონო, მაგრამ ნახეთ ხო, აი აქ მაგრამ ნახეთ რა ხდება კიდე. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ რა სხვაობა გვაქვს, არ აქვს მნიშვნელობა ვთქვათ, რას მიიღებს თუ არა ეს ოჯახი, ხო? აი სამყარო მაჩუკა მე ეს ხალი, ეს არის ჩემი, თქვენ ხართ, ეხლა უკვე შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია, თუ თქვენთვის იყო ეს დაუშვათ ეხლა პლანეტის ჭიპი, ხო და თქვენ რისგანაც ტრიალებთ. ეხლა ამან მიხვდა, რომ თქვენ
ხართ მისთვის მნიშვნელოვანი და თქვენ ეხლა ნამდვილად ხართ სამყარო მაჩუქა მე ეს ქალი. ანუ თქვენ ავსებთ მთლიანად მის სამყაროს, თქვენ ხართ, ანუ სულ თქვენზე მხოლოდ ფიქრი, ანუ დღე, ღამე, სადაც არ უნდა წავიდეს, როგორც არ უნდა იყოს, აი სულ მასე არის ეს ადამიანი, სულ მაგას ფიქრობს, მაგრამ კიდე აბა მითხარი, მაშინ ეს კარგია, შენ ახლა ეს გასაგებია, ჩვენ ყველას გავჩვენებ, მაგრამ შენ მთავარი მითხარი ახლა მიზეზი, რატომ შენ არ მოქმედებ? აქ როგორი მომენტი შეიძლება იყოს, რომ აი ხო გითხარ, აქ შეიძლება ასაკობრივი სხვაობა იყოს, იმიტომ რომ გამოცდილება არა მაქვს მე ისეთი, როგორ უნდა ვიმოქმედო ასეთ ადამიანთან. გაიგეთ რა ხდება, გამოცდილება კიდე ну არ იცის მაგან, გაიგეთ, აი არ იცის. ფიქრობს, ცდილობს, მაგრამ არ იცის როგორ, ანუ აი იცით როგორ სერიოზულად როგორ არ გეუბნებით, რომ აქ არის ძალიან რთული თემა. აქ ადამიანისთვის ხართ მნიშვნელოვანი. აი ეს თulis რომ აი თქვა ამაზე მაგარი ცოლებს, вообще საერთოდ არავინ არ არის ჩემ ცხოვრებაში არც მინდა, ხო? მინდა დაუშვათ ამასთან, ვიცი რომ ამასთან სერიოზული ურთიერთობა უნდა შეექმნა. მაგის სიყვარულის გარეშე მე ვკოდები აქ ძალიან ცუდად ვარ, სულ მესიზმრება, სულ მაგაზე ვფიქრობ, სულ მაგაზე ვფიქრობ. სულ ვფიქრობ მაგასთან წასვლაზე, მაგრამ ჩვენ ვეკითხებით მაგას რა გიშლის ხელს, ხო? და აი ზუსტად ამას მაჩვენებს რომ ისე რა ქვია, თან თქვენ ისეთი აი ეს არის რაღაცა ისეთი გლობალური და სერიოზული გრძნობა გააღვიძეთ თქვენ მაგასში, რომ აი რა გითხრათ რა. რო სულ თქვენზე არის ეს ადამიანს უფიქროს, მაგრამ აი აქ არის რაღაცა დაფრყოლება, რომ აი აქ არ არის, აქ რო იყოს ეს დაფრყოლება, რო არ იყოს თქვენ რაღაცა სხვაობა, ხო? მოკიდებდა ხელს და всё, უკვე დაგსვავდა და გეტყოდა რომ მორჩა, აი ეს არის ჩემი ცოლი, მაგრამ აი ეს სხვაობა რაღაცა თქვენ მაგას არ აძლევს საშუალებას, რომ თქვათ, ეხლა ეს გააკეთოს, რაც უნდა გააკეთოს რა და ამისთვის ეს რთულია. ძალიან რთულია, მძიმე თემა არის. გაიგეთ, რომ პლუს კიდე ხო გითხარით, ეს სხვაობა კიდე იმაშიც შეიძლება იყოს, რომ თქვენ ძალიან ჭკვიანი ხართ. გაიგეთ, შეიძლება სხვათა შორის აქ დაჟე ქალი, რომელიც აი ჩანხარ ცნობილი ტიპი იყოთ რა, იმიტომ რომ აქ სამყარო და თასების დედოფალი. იმიტომ რომ ნუ შეიძლება ისაც ამას მაჩვენებს, რომ აი ძალიან მასშტაბურია, ძალიან ჭკვიანია, ძალიან დიდია რაღაცა. გაიგეთ, აი ჩემთვის ნუ დიდი კაი გაგებით, ხო ხტებით რა. და ამიტომ არ ვიცი როგორ ვიმოქმედო ისე რომ აი სამართლიანად როგორ ვიმოქმედო, მაგრამ იპოვი შენ პასუხს მაგისთვის? კი. აი როგორ არის იცით? აი რაც არ უნდა მაჩერებდეს, აი თუ მთელი ოჯახი რო იყოს ჩემს თქვა წინააღმდეგ, ხო, მე მაინც მაგასთან უნდა მივიდი, იმიტომ რომ მე ვერ თავს ვერ მოვატყუებ. ამდენი ხანი თავს ვატყუებ მე, ამდენი ხანი მგონია არ მივდივარ, ამდენი ხანი ვკოდები რა, რო იტყვიან რა მაგის გარეშე და აი ეს წასვლა მაგის უგანადგურა და აქ თვეები შეიძლება გასულა იმ მდგომარეობაში, რომ ანუ ესე იგი ამ ფიქრით, გაიგეთ, ეს ფიქრობდა თავის ოჯახზე, უფრო ფიქრობდა რომ ანუ მეუღებლობა იქნება და ამიტომ ვერ მოქმედებდა, მაგრამ აი ხა მივხვდა მაგან რომ თქვენს გარეშე თუ არ იქნება ეს ანუ დიდი ხანი ქონდა ამაზე ფიქრი და მივხვდა რომ მე ჩემ თავს ვატყუებ, მე იმიტომ მე რაც უფრო მეტი დრო გადის, მე უფრო ცუდად ვარ, უფრო ვფიქრობ რომ ეს რა გავაკეთე საერთოდ, რომ ნუ ამდენი ხანი როგორ პერიოდი ქონდა მაგას იმისი რომ თქვა ეხლა იფიქრა სანამდე არ ამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე რომ ანუ რომ თვითონ შეიძლება გამოჩნდა კიდევაც რა, შეიძლება ძალიან ისე ლაიტად, მაგრამ თვითონ ახლა მეკითხა უნდა გამენდო, ნუ აქ ძალიან დიდი პროცესი აქ მაჩვენებენ ეთყობა ამ კოშკი რო არის ტრანსფორმაციაში რა ხდებოდა მის სიტუაციაში, რომ დიდი ხანია მჭირდა მე რომ გამეაზრა ოჯახში იყო, ნუ ახლა აქ როგორი თემა შეიძლება სამკუთხედი იყოს, მაგრამ შეიძლება თქვენ ახლა აქ იდუმალი ქალი ხართ, მაგრამ შეიძლება
თავისუფალიც იყო ეს ადამიანი, მაგრამ აი ურთიერთობა იყო ისეთი, რომ არ ჩანდა თქვა, დაუშვათ, ხო? ამას უნდა აღიარებული ურთიერთობა, ამას უნდა კანონიერი ურთიერთობა, მაგრამ ვერ აკეთებს, რომ აქ რაღაცა დაბრკოლება ოჯახიდან არის და მაგრამ მაინც გამოჩნდა ეგ რაღაც ეს აქ ძალიან ურთულესი პერიოდი იყო, იმიტომ რომ მიხვდა მაგან აი აქ რომ თავს ვატყუებ ამდენი ხანი ვერ მშვიდდები მე, ვერ ავშვიდდები მე ვერანაირად და ძალას მოიკრიბავს ეს ადამიანი და მიხვდება რა არა. აქ მიხვდა მაგან რომ ხალმა თქვენ მოერიეთ რა ყველაფერს. ანუ რო არის თქვა, ეხლა ოჯახი და ეს გადაწონება რომ მოხდა რომ თქვენ აღმოჩნდით უფრო ძლიერი, გადაძლიეთ რა. როგორ თქვა, ეხლა თქვენი ძალა უფრო თქვენ გაიმარჯვეთ რა. აი ბედნიერება, უნდა ამ ადამიანს ეს ბედნიერება და უნდა ამ ადამიანს რომ იმოქმედოს ისე როგორც მას სული კარნახობს და ნამდვილად მე მინდა ჩემი ბედნიერება და ნამდვილად მე მინდა ჩემი სიხარული, იმიტომ რომ ამ სიყვარულმა სულ შეცვალა მაგაში ყველაფერი და გააძლებინა და გააკეთებინა ეს არჩევანი. კი ძალიან მტკივნეული იყო, კი ძალიან ბევრი რაღაცები გაიარა ამ ადამიანმა, კი ძალიან ბევრი ტკივილი, მაგრამ მაინც ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო, რომ მე მიყვარს და მე მივდივარ ჩემს სიყვარულთან. აიგეთ? და ვერაფერი მე ვერ გამაჩერებს აქ. ვერაფერი ვერ გამაჩერებს, იმიტომ რომ აი ამ ჯდომა მარტო მე დამაფიქრებინა და მივხვდა, რომ თუ არ ვიმოქმედე მე ხო, მე ვერ მოვერევე ამ მიჯაჭულოს, ამ სიყვარულს ვერ ვერევე, მე ამის გარეშე მკვდარი ვარ. მხოლოდ მის გვერდით ვარ ბედნიერი რა. მხოლოდ აი რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს ყველა ვარიანტში, აქ ადამიანი ამ სიყვარულის გარეშე გვდება. მოდის ეს ადამიანი გამოდის თავისი ბნელი ღამეებიდან ტრანსფორმაციის მერე, როცა თქვენ ახლა თქვენც აჩვენეთ მაგას თავისი ფასი, რომ თქვენ ახლა არაჩვენებთ რა იგელოდები და რაღაცა და ვენებს ვიჭრი, არა ესეც იყო მაგისთვის მტკივნეული და ამ დროს ბევრი რაღაცები გაიაზრა მაგ ადამიანმა და მიხვდა, რომ მე უნდა მოვიქცე კაცურად და მე უნდა ასე ჯდომას, ასე ყველაფერს, კი შეიძლება სამსახური რამე ფული მომენტები არა მაქვს კარგად, მაგრამ მე მაგის გარეშეც არ შემიძლია, მე ვიცი, რომ აქ ენერგიაც თქვენს გარეშე არა აქვს ამ ადამიანს და არც ფული მინდა, არც არაფერი, სულ მაგ ხალხზე ვფიქრობ. აი ასეთ შემოსიხარულებო, ასეთი ისტორია მოგვიყვეს ჩვენ. всё, ამით დავასრულე, გელოდებით კომენტარებში რამდენად ეს თქვენ რეზონირებთ ეს გაშლა.